წარადგენს გამოძიება უგასწორად ეს არის მიზანი საგამოძიებო უწყების როგორ მიიღო არალეგალურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა უკანონო შემოსავლები ანდრია ლილუაშვილმა. ეს არის გამოძიების საგანი, თუმცა საინტერესოა რატომ დაადო გრიფი საგამოძიებო უწყებამ ამ საქმეს და პროცესზე, რომელიც წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს საქალაქო სასამართლოში. არ აქვს წვდომა არც ერთი მედიის საშუალებას და არც ერთ დამსწრე პირს, რომელიც დაინტერესებულია ამ საქმით. ჯერჯერობით სასამართლო პროცესზე საბრალდებო უწყების წარმომადგენელი არ მოსულა, ჩვენ ველოდებით მის გამოჩენას, რომ ვკითხოთ საქმესთან დაკავშირებით. უამრავი კითხვა არსებობს, ბუნებრივია. თავად რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, ის უკვე გადმოყვანილია საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნანა შამათავამ უნდა დაიწყოს მის საქმეზე მსჯელობა სულ რამდენიმე წუთში. მანამდე ჩვენ ვესაუბრეთ საქმის ადვოკატს ანდრია ლილუაშვილის უფლებადამცველს, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე შევა შუამდგომლობით ის მოითხოვს ანდრია ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით ის გეგმავს, რომ შესთავაზოს სასამართლოს გირაო, თუმცა გირაოს თანხის ოდენობას თავად ანდრია ლილუაშვილი ადგილზე განსაზღვრავს და ადვოკატთან შეთანხმებით დადგება ეს შუამდგომლობა. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, საბრალდებო უწყება სუსის ექს-შეფის უახლოესი გარემოცვის წევრის მისი ბიძაშვილისთვის ითხოვს პატიმრობას. საქმეში დევს ერთი მოწმის ჩვენება, რაც ჩვენ გავარკვიეთ და ვინ არის ეს პირი, თავადაც აინტერესებს ანდრია ლილუაშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ ის თავად ეკითხება მის ადვოკატს, ეუბნება, რომ არ აქვს ინფორმაცია მოწმესთან დაკავშირებით, რომელიც მის შესახებ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის მის პოზიციას გეუბნებით, რომ არის დუმილი, სამომავლოდ ნამდვილად ვერ გეტყვით მის პოზიციას, რა შეიძლება იყოს, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ის ბრალის ფორმულირება, რაც მას წარედგინა, ნამდვილად რეალობას არ შეესაბამება. ხომ არ ყოფილა მცდელობა დაკავების შემდეგ ბრალის წარდგენამდე მასთან, რომ თქვათ დაესახელებინა გარკვეული პირები, ხომ არ სთხოვდნენ გამოძიებლები რაიმე ტიპის ინფორმაციას მის ხომარით? გეტყვით, რომ მსგავსი კატეგორიის მოთხოვნა ამ ეტაპამდე მასთან როგორც ესეთი დაფიქსირებული არ არის. ლილუაშვილთან დაკავშირებით თუ ქონდა გამოძიებას მასთან კითხვები? სუსის ექს-შეფის კითხვები ჯერჯერობით არ დასმულა, შესაბამისად ამასაც ვერ გეტყვით. ვიცი რომ დუმილის უფლებას ეკანა. მცდელობაც ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ მიმართულებით არ ყოფილა, თუმცა ახლა დაიწყო დევნა. მოისმინეთ, რომ ანდრია ლილუაშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მას არ აქვს მიცემული ჩვენება გამოძიებისთვის, ის არ ეთანხმება ბრალის დადგენილებას, თუმცა ამ ყოველივეს აცხადებს მხოლოდ მის ადვოკატთან, გამოძიებლებთან ის არ თანამშრომლობს. როგორც მოისმინეთ, გამოძიებას არ ჰქონდა მცდელობა, ყოველ შემთხვევაში ეს არის ადვოკატის პოზიცია, რომელიც მოისმინა თავად ბრალდებულისგან. გამოძიებლებს არ ჰქონიათ მცდელობა, რომ მას ეთანამშრომლა გამოძიებასთან, დაესახელებინა გარკვეული პირები, არ ჰქონიათ შეკითხვები სუსის ექს-შეფთან მიმართებაში. საინტერესოა იტყვის თუ არა თავად რამე სასამართლო პროცესზე, ამას ჩვენ გავიგებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლოს ხდომა და ადვოკატი და საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი დატოვებენ სასამართლო პროცესს.